როგორ გეძინა? კარგად. დილაც კარგია ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტეთ ცოლი მოვიყვანო. მაინც ვის მოყვანას აპირებთ ისე? არ ვიცი. თავარია ქართველი ცოლი უნდა მოვიყვანო. ქართველი. აჰა. ესე ოკუპირებული ტერიტორიები აღარ ყოფნით, ახლა უკვე ადამიანების მიტაცებაზე გადავიდეთ. ამაზე ბატონო ლევან. ნება მიბოძე წარმოგიდგინოთ. დოდო მამიდა. დოდო სასიამოვნო. ბატონ ლევან, გაიცანით დოდო მამიდა, გაიცანით, მაგრამ უფრო დაწვრილებით რო აგიხსნათ, მეზობლები ზედმეტ სახელად ვის ოჯახში ეს შევას ეძახიან, ხო? გაიგე ხო ესე იგი რანაირი გეგმა გვაქვს ხო? კი, გავიგე, ყველაფერი კარგად გავიგე. ესე იგი მოიცადე ერთწუთი. ესე იგი დოდო მამიდა და ლევანი მოყვავს აქ. ვალევინებთ ძალიან ბევრს, იმდენი უნდა დავალევინოთ, რომ გაითიშნო გონება დაკარგონ და მეორე დღეს რა მოხდა საერთოდ არ ახსოვდეთ, ხო? მე ამ ორიოს თვალს ავიყვან და ჩავაწოდე ერთ ლოგიში. ეს ლოგიშია. აბარა. ოჩავატა ლოგიში. დილით გაიღვიძენ როგორ თრალები ორივე, ერთმანეთს შეხედავენ, იფიქრებენ რაღაც მოხდა ჩვენ შორისო და იზოლებული ვიქნო დაქორწინდებიან, ხო? აი ეგრე, მოჩა, აი ეგრე, ამაგარი. აი ხო ხედავ აი შენი გონება არასოდეს რომ არ გამოგიყენებია ასეთი ხელუხლებელი რო არის როგორ უცებ და კარგად აითვის ეს ყველაფერი და კარგად მიხვდი ხო აი ხო ხედავ ხო მართალია მაგრამ კი რა ვერ გავიგეთ ეხა ამდენი რა უნდა დავალევინოთ რომ ესე ძალიან დავათროთ ხო აი დაუშვათ გვაქვს არაყი გვაქვს ღვინო გვაქვს ლუდი მართალი ხარ ვისკიც გია ესე ძალიან გია რა მაგარია აუ რა მაგარია ეხა დავფიქრეთ ესე ეს გეგმა რომ გამოგივიდეს ჩვენ რას ჩავიფიქრეთ ხო გამოდის რომ დიდარი გავხდები ხო ლევონას ხო ვერფული გავხდები დიდარი მე დიდარი გავხდები წამოვიწყებ შენ პატარა ბიზნეს მე პატარა პარტიას გავაკეთე პოლიტიკაში მოგულ მალე წავალ რა ვიცი აი ესე და დამაგარია რა აი ხო ვიმსახურებ რომ ლევანისნაირი ბიძა მყავდეს ხო კი შენ იმსახურებ მაგრამ ესე რა ლევანმა უფრო იმსახურებს შენესთანაც ცოლის ძმისშვილი რომ მყავდეს გამიჯერე ხო კი მაგრამ კი რა არის ხა აი ფიქრობ და აი შენ ლევანი ხო არ გევასება და რატო გინდა აბა რომ მამიდა ჩემისნაირი კარგი ხალი მოიყვანოს სწორად ჰა რა ის ბადა სხვანაირად მე ლევანმას თავიდან ვერ მოვშორე ხვდები ნოჩი ამ მაგითი ისი თქმა გინდა რომ მამიდა ჩემი დოდო ვინმეზე რამეთიან აკალები ჰა არა ეგრე გამოვიდა გია რა მე მამიდა ჩემი შეურაცხყოფას არავის არ ვაპატიებ რო იცოდე გაიგე არა ეს არის მამიდა ჩემი მამიდა ეგრე რას ქვია ვერ გავიგე ესა ლევან არ მინდა რა გააძე დავით ამანებე საერთოდ და რა გაიწყენა მართლა ე და რეგაც ეს შეიძლება ეხლა ვიფიქრე უსმართ რა არა უშავს გავაგრძელოთ მომზადება ხო ესე ჯობ ელენე მოკლედ მამაჩემთან მივედი და ვეუბნები ყელში ამომივიდა ეს თქვენი სიმკაცრე სახლიდან მივდივარ მეთქი ხო კარგად უთხარი მაპატეთ ეკლა არ გისმენდი რა მოკლედ მამაჩემთან მივედი და ვუთხარი არა თეკლა არა სპეციალურად არ გისმენდი ხოლ ჩემი ქორწილია და არაფერი არ მაინტერესებს ესე ხვალამდე შენ თავაპარაკს აზრი არ აქვს ვითხარი რამე ელენე მე წავალ არა თეკლა ვილაპარაკოთ ვილაპარაკოთ მოკლედ მამაჩემთან მივედი და არა თეკლა ჩემ ქორწილზე ვილაპარაკოთ რა ხო ნუ კარგი სულ არაფერზე ლაპარაკს ეგ ჯობია
ეხა იცი რა მითხარი? კაბა არჩიე რა სიცვა? კი, ხო იცით ეკლა ხვალ ჩემი მეჯვარე ხარ და ჩემზე კარგად არ უნდა გამოიყურებოდე რომ ჩემი სილამაზე არ დაჭირდება. ხო. მიცი რა, ელენე, მაკახადურს ბანკეტზე ულამაზესი წითელი კაბა რო ეცვა, მწვანე თვლებით უკან ზურგი რო ქონდა ამოღებული გახსოვს? კი. აი ეგით გოიმობას არა. უი, ფეხსაცმელზე რა გადაწყვიტე? ფეხსაცმელზე გადავწყვიტე რომ შენიცვალ დაბლებზე. ჩემზე მაღალი რო არ გამოჩნდა. ხო, მაგრამ ელენე, მე რო დაბლებზე მაცვია, ისედაც შენზე მაღალი ვარ და. ნუ თეკლა მაშინ ისე დაბლებზე უნდა ჩაიცვალა რომ იმაზე მეტად დადაბლდე ვიდრე სინამდვილეში. ეგ როგორ? აუ, რა ვიცი, თეკლა მეჯვარე შეხარ და მოიფიქრე. ოდომა. სალათი მომაწოდე თუ შეიძლება. ეხლა მამიდა. მამიდა გეცვალოს. ძალიან დიდი მადლობა. მე ხო ვიცი ეხა ეს რა მაგარი იქნება, იმიტომ რომ მარინას ძალიან გემრიელი ხელი აქვს, ხო იცი შენ რა. და ბატონო ლევან რა გემრიელი სალათის მოწოდება იცის მამიდა ჩემ გავგიჟდი რა. რა გემრიელი სალათის მოწოდება იცის. ვის ოჯახშიც ეს შევა? ბატონ ლევან ვის ოჯახშიც ეს შევა? ხო შევა? მოდი დავლიოთ რა, ჰა? დავლიოთ. მართალი ხარგია. საიტეხეთ ეხლა ეს დალევა რა საიტეხეთ? ჩვენ იმიტომ ავიტეხეთ დალევა რომ თქვენ ახტეხოთ მამიდა მე. რა მომართვე და დალიე დამიჯერე დალიე თორე ჩემ ყურებაში დალევ სულს დალიე მიდი. ბატონო. ეხლა რაღაცა შევთვალე, მაგრამ. არის ეხლა ლევან მაგიარა. მამიდა შენს მე დიდი შეაუნებით. მე დიდი შეაუნებით შევთავდით ცოლად ხო მარინა რა მყავდეს თუ რა მოგივიდი. დათველი შენ. ხო. მამიდა დალიე რა დამიჯერე რასაც გეუბნები რა დალიე. დავადროდა მიერცით რა ძალიან. ძალიან კარგი გვინოა, ძალიან კარგი. იგი ისეთი გვინოა რომ აი რომ დალევ და აი ცოლის შეთოს რომ მოგანდომებს აი ერთი მე. არ მახსოვს. რა? მოიცა რა? ბოლომდე ხოსამ კაცო. ლეკივსო ამ ბოლომდე მაგრამ პატა მე მგონი იპარა. მართლა იპარა ეხლა რა. აი ხო რა ვიცი გია იპარა ეხლა კარგი ღვინოა და მომეწონა ვიფიქრე ცოტა წავიღებ მეთქიდან. ისედაც ვერ ვათხოვ და შენ ახლა კიდე იპარა კიდე ლუდის კათხა მომაწოდე გიხოცე ხო ლუდის კათხა რა გინდა რა თმინდა რა ლუდი ბიჭი ღვინოთი ათრობა და ახლა ლუდი დათრობა დათრობა რა თავში უნდა ჩავარტყა რომ გავთიშო და შოშე დათრობა რას დაბარე რა უნდა გათიშოთ რა ელენე ეხლა გულწრფელად მიხარი რო თხოვდები ეგ უფრო გიხარია თუ ილიას რომ იყვები ცოლად თეკლა ეგ ორივე ერთი და იგივე არ არის ნუ თქვა ეგრიც ვერ იტყვი ყავს და კი აი მე თეკლა ძალიან ნერვიულობ ხვალინდე ქორწილის ორგანიზებაზე ძალიან შენ რაკენი დარეკე ყველგან სადაც უნდა დაგერეკა ელენე არ გრცხვენია ჩემი საუკეთესო მეგობარი თხოვდება და დამავიწყდებოდა რამე აუ მაპატიე თეკლა სულელი ვარ მე კიდე მთელი დღე დავდივარ რომ ნერვიულობ თეკლას არ დაავიწყდეს ტორტის შეკვეთა თქო აი როგორ დაგავიწყდებოდა სულელი აბა რა ელენე აბა რა თამადა ვინ იქნება? არ ვიცი თეკლა. ეგ მაგის ორგანიზება ლაშას მივანდი. ლაშა! აი, ლაშა! ტორტის შეკვეთა მინდა. ელენე, თუ კიდე იმიტომ მეძახი, რომ უნდა მითხრა რომ ხვალ ქორწილი გავს, გავგიჟდები იცო. არა ლაშა, მაგიტომ არა. თამადაზე რაკენი. და ხვალ ქორწილი მაქვს. ვიშოვნე, თამადა ვიშოვნე. კი. ჯერ თავიდან ფიქრობდი რომ ისეთი ვინმე მეყავნა, ვისაც ჩვენ სანათესაოსთანაც კავშირი ექნებოდა და ილიას სანათესაოსთანაც. მაგრამ ასეთი რომ ვერავინ ვერ ნახე. მე გადავწყვიტე რომ ისეთი ვინმე მეყავნა, ვისაც არც ჩვენ სანათესაოსთან და არც ილიას სანათესაოსთან კავშირი არ ექნებოდა. და ასეთი ბევრი ადამიანიდან გამოვირჩიე გია. ხომ
ხონდა გიგია ელენე თუ ვერ არჩევ ვინა ამოირჩიე გია ხო ბოლოში უნდა 2-ია და წაგრძელდება რა თეკლა დღეს ბზნული გამონათქვამების დღე აქვს მოდი ერთ საათზე დავle ხო შეიძლება აბა გია მოდი მე მინდა ესე როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ ხოლმე ხო ხდება ეს ძველი ტრადიციული სადეზელო გავიხსენო და ეს ტრადიციების თანახმად მე მინდა დავლოცო ყველა ის ადამიანი ვინც სამზარეულოს მხარეს ზის ხო ვა დოდო მომიდა გადამხო ეს როგორც ჩვენი წინაპრება და დაგლოცავ ეს ჯანმრთელები და ბედნიერები გაგიმარჯოთ ბატონო ლევან სამადლობას არყით იხდი არა არაყი ღვინო დაასხი გია აგერ მაქვს მე მგონი მე მიირთით არყი დალიეთ სამადლობას არყით იხდია ხო კი რა თქმა უნდა დალიეთ აბა დავაი დალიეთ დღემე შენ გამზრდ ლუდი დაასხი ხო ბატონო ლევან ლუდი უხდება ლუდი უხდება არას მაგრად უხდება ხო კარგია ეს ღვინოც უნდა დაამთავროს ღვინო რა თქმა უნდა ის კონიაკი მზადდა ხო აი ეს ვისკი უხდება გავუმართოთ დალი ჯერ კონიაკი მე ვისკი მიაყოლე ვისკი ბატონო ლევანი უხდება გამოგაკეთე ვისკი წავიდა ვისკი ვისკის მე წემალი მიაყოლა წემალი კაცო გაჭერდით რა ლավ კი არა მამი დაბაგია თავი და ყველაფერი მოემზადე შეინჯერე ხა წავიდა ჯერმინო მართლა ელენ რა უნდა მეთქვა შენთვის ილია რომ მოვა ხვალისთვის ხო გააფრთხილე რომ ეზოში სიგნალებით არ შემოვიდნენ ხო იმიტომ რომ რატო ახლა გეტყვი მე და შენ იმდენჯერ გქონდა ქორწილი რომ უხერხულია მეზობლებთან გაცვლა ხო გაგიგია მეზობლის მომდურებას პირის დამდუღრება ჯობიაო რა მაგარი გამონათქვამია ესე იგი მაგარი კი არა ესე იგი მეზობელი ხო ისეთი რამეა რომ სულ გჭირდება და სულ გვერდით უნდა ყავდეს და პირს რო დაიმდუღრავ მალე მოგირჩება ელენო მე რამდენეთ უნდა გათხოვე მინელა შენ მიზერასა მე კი არ ვთხოვდე მე წონები შენი აზრით ახლა ეს სასაცილოა? ჩემი აზრით არ მე მეგონა შენი აზრით იქნებოდა სასაცილო. მაშა მიდი რა კიდე თქვი რამე ბრძნული გამონათქვამი. არა თქ ეგრე არ არის ახლა. ბრძნულ გამონათქვამებს თავისი დრო და ადგილი უნდა. ნახე როგორი ბრძნული გამონათქვამი გამომივიდა ელენე. ისე კი ვეღარ ვლაპარაკობ ხედავ შენ. არის რაღაც ამში. აი პირის დამდუღრებაო. შესაძლოა მალე მოგირჩება. ხო მეზობელი ხო. მოდი და გაიგე ახლა გია რა მოხდა წუხელის აქ ა. ვიდეო კამერა უნდა დაგმონტაჟებინა. კარგი რა გია ხო ისი არ მიყოს ამ ტიტული კაცების ყურება ეს. ეგ რა შუაშია ბიჭო. სიჩქარის გადაჭარბებას დავაფიქსირებდით, ხები? ხო, ნეტა რას ვიბიანი ხავ, ვიზავთ ძინავ თუ რას აკეთებ? რაიცია. შენ მომისმენ ლევანის ნომერი ხო გაკ? კი გაკ. მიდი ერთი ამიკრიბე რა. მიდი. მიდი ნახე. აი, მოიცი. კაი, გადის. ხო, გადის. ალო. რა მოხდა აქ? რა
მე არაფერი არ მახსოვს. რას თუ არაფერი, საერთოდ არაფერი არ გახსოვს? არა. დაჭიქი ერთიად მომიდოდი. მოიცა, სულ არაფერი არ გახსოვს? არა. კი რა ხდება აქ შენ სახში ვერ გავიგე? რა ხდება მე გეკითხები რა არის ეს უბიჭო მომიდა რომ წამიბიძეს რა ხდება? რა ხდება? შენ გონი ამას ისე დავტოვებ ახლა მე? რა არის ეს ვერ თოფი მომეცი გია დროზე თოფი მომეცი. მინო დაასხმა ხო შენ კიდე მინო ჩამოასხმა. მომეცი ნაჯახი და კაქტუსი მომეცი გია. მომეცი ნაჯახი და კაქტუსი. ნაჯახი და კაქტუსი რადგინა? სუფრა ხო მიდი. უყურებს. მოიცა გია ეს ყველაფერი შენ იცოდი და მიმალავდი მე ხო? არა ბატა საიდან ვიცოდი ახლა მე? იცოდი არ შემაგინებინო გია გეუბნები. არ უნდა შეიგინო. არ შევიგინებინო. ო ეგრე. იას ამ დროს რა მაგარია რა ასეთი ნასვამი კაცო ხალი როგორ შევავიდო ხლება და ამ დროს ასეთი ნასვამი ვიყავი რომ არაფერი არ მახსოვდეს არის ესეთი ნასვამი არ იყავი მართალი ხო პირე რო დახშა ღია ღამე ძილი დროს და ერთი ბოთლი არაყი რო ჩაგასიმრე დათვერი ეთქი არის მოკლედ ესეთ სიტუაციაა ბატონ ლევან არ ვიცი რა ეხლა დოდო მამიდა უნდა მოიყვანო ცოლად მე ეს ვეღარ გათხოვდება გუში რაც მოხდა მაგიტო ეგ რა შუაში ასაკის გამოვიძახი და გუში რაც მოხდა არ ვიცი აი ეს სიტუაციაა დრო მჭირდება როგე შედი გამოიცვალე წავალ ჩემ ნითებს ჩავალ ჩალაგებული ყველაფერი არ გინა ჩალაგებული ყველაფერი ჩალაგები მზად არის ყველაფერი მიქსერი ჩემთან რჩება ხო არ ვიცი მე და გია გავოთ ახლა რაღაცა პატარა საქმე გვაქვს სალაპარაკო გვაქვს და თქვენ დარჩით აქ და რა ვიცი ახლა როგორ ხდება ხოლმე ეს რა ხდება შენ სახში რა ჩემი ბრალია ახლა ჩემო პატარა რა ჩემი ბრალია აბა უყურე ამას არაფერი არ მახსოვს ვაიმე არც მე ესე იგი კიდევ კარგი ესე მოხდა თორე ამ ხელახალს პატარა ბავშვი ვიცადამდე უნდა გვემალა ეს ამბავი ჩამახედა ერთი წუთით რა. ადექი და ჩაიხედა. ერთი წუთი ვერ ვეტევი ვაშა. ანაირად დაეტევი ამ ხელა ხარ კაცო გაიწე. ვაშა ერთი წუთი ჩამახედე. ვაშა ერთი წუთი. ხო კარგად გამოვიყურებ. კი ძალიან მე. შენც ძალიან. თუ საშივად. მე? შენც. მაგრამ არა უშოს. ცეკვის დროს ესე უფრო კარგად ვიქნები რომ ვიცებ რა იქ. ასე ხო? ხო, ჩავიხედო. გაიწევ. ასე. ერთი წუთი კაცო. თეკლო მაინც ჩანმა შენ რო წინ გახარ. გამარჯობა. ერთ წუთი მოიცა არ წახვიდე ასაკეთე გამომართვეს. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახართ რა კარგად გამოიყურებით? ბატა ის ბიჭი ვინ იყო? ის დამკაკუნებელი. რა დამკაკუნებელი, როგორ დამკაკუნებელი? რა ეხა შენ გიხსნა კიდე რა შენ რა გესმი ბოჰემური ცხოვრების გამანებით თავი. რა შევიტეკლა? რა ვიცი, პატა, ილიას მეჯვარე რო შენ ხარ იცი ხო? ბოლო წუთებში გაარკვია რომ არ ყოლია ახლო მეგობარი. ხო, გუშინ ამერიკის. ამერიკის მითხრას ხო? ის არაფერი. ხო, ისა. პატა, ელინეს საჩუქარი უყიდე? რაც ყველაზე ძვირიან და ლამაზი ბეჭედი იყო ის უყიდე. აბა? ყოჩა პატა. რა შევია საკა? ბიზნესი დავიწყე ლაშა. მართლა? კი. ხო, რა ბიზნესი? მამიდები გამყავს რუსეთში. პატა, გილოცავ მამიდას გაბედნიერებას და გამდიდრებასაც. დიდი მადლობა. სად არის პატარძალი რა შევა, აბა? ოთახშია. აი. ელენე, მესიჯი მოგივიდა. თეკლა ნახე რა. სიძეს მოუწერია. გეხოწები ვნახოთ რა. არ გაინტერესებს რას წერენ სიძეები, ქორწილამდე იმას საცოლებს გეხოწები ვნახოთ რა. რას კიდე რა მე გეტყვი კაცო რასაც წერენ. რას? რას და დედა შესუთხარი რომ ქართულს არ ვიცებ მაშინ რა ქვია, ქორწილშიო. ხო. შენ ვიწერე. მოდი რა გეხოწები ვნახოთ რა შეიძლება. ხო, კაი, ნახოთ. რა?
რა რაღაცა უძდელობა წერე ეგრეთ ისე მაჩვენე რა. ეგ მაჩვენე რა უძდელობა წერე. უძდელობას ახლა მე მივწერ ამას. რა ხდება? ხდება თეკლა? მაპატიე ელენე, მე მგონი ამისთვის მზად არ ვარ, ვიცი რომ არ მაპატიებ, ასე რომ შვიდობით. ხლა. ეგ ბიჭი ცოტა მაგას ვერ გავიგე თავი ვინ გონია მაგას ვინ გონია თავი მაგას ხო არ უნდა ეგ რა მაჭამამდე თხილი რა არის რა დავიკაჭე რა ვერ გავიგე რა ხდება ვიცი ერთი წუთი მოიცადა ეხლა ეს და გაგიჟდება ელენე კაცო გაგიჟდება ახლა რა გამოდის რომ მე ვერ ვიცეკვებ იმაში მე კი არა და გაგიჟდება რა ვქნათ? რა უნდა ვქნა და? მოდი უთხრათ რომ ვითომ ქორწილამდე ხო შეიძლება სიძემო რომ ნახოს ო არა ვითომ არც ქორწილის დროსაც შეიძლება არც მე და რა ვიცი რა მე არ ვიცი ხა ამასიც მე წავშლი და თქვენ არ ვიცი წადით ილიასთან და დაელაპარაკეთ დააშანტაჟეთ რომ რაღაცნაირად ხო რომ მოიყვანოს ელენე ცოლათორე ხო წარმოგიდგენიათ როგორი არ დადეგები გველოდი ვაი მართალი ხარ თან ელენე ცოდო ნუ ეხლა არ მოუსპიქრე მომისმინე ახლა შენ ამას ყურად გადაატანინე ამას ხო რამეს გადაატანინე ყურადღება და მე და პატატა ჩაღვაშა რა თვილია პატარძალს გადაატანინე ყურადღება თავის ქორწილის დღეს კაი ეს წუთი გავუხედა წავი მოიცე ეს წუთი არ გავუღო რაღაც უნდა კითხო რა აი შენი აზრი მაინტერესებს ლაშა რა შენ როგორ გონი ხარ როგორ ფიქრობ iPhone 5 ჯობია თუ Galaxy S4 iPhone 5 თუ Galaxy რომელი დროზე მეჩქარა არის რა ვიცი აბა ორივე კარგი მეც ეგრე ვფიქრობ მართლა არა ამაზე ეხლა რატომ ლაპარაკობთ რა ვიცი ეს ხო არ არის ნორმალური ვაი ელენე ვაი ლაშე გეხოცები რა დავიდეთ მე ამ საცოდაობას ვერ უყურებ წავიდე ჩემთან გამოვისვი და წავიდეთ ელიასთან რა გეხოცები გამოვისვი ვიღოთ ესე ხო აი მე ამ საცოდაობას როგორ ეხლა მე ჩვენ ძალიან გვაგვიანდება ილიას ხო არ ვალოდინებ არა ხო აბა ელენე რა გაგვიანდება რა სისულელე არ გაგვიანდება მოდი ყავა დავლიოთ კარგი თეკლა რა დროს ყავა მაკიაჟი მაქვს გასაკეთე მაკიაჟი მე გაგიკეთეთ მაკიაჟს ელენე მართლა კი დაჯექი შენ აი შუქთან რო იყო ისე დაჯექი დახუჭე თვალები ასე იგი ფანქარი თვითონ თვალთან და ფუნჯი დახუჭე შენ თვალები შეიძლება აი ეს ან შეიძლება თეკლა მომეცი რა დროს ეს არის აუ ელენე იცი რა მომიყევი შენ რო ძალიან მაგარ ამბავს ყვები ხომ საშინელებათა ამბავს ძალიან მაგრა რო ყვები ეგ მომიყევი მისლიანი საღამო ყუბიდები ქუჩაში მარტო მოდიოდნენ აი მე დაგბურცკლა ხო დაგბურცკლა კარგი თეკლა რა სისულელეებს მაკეთებ წავიდით გვეჩქარება გვეჩქარება ელენე მოდი ერთ-ერთზე გავიყოთ და რამე ვითამაშოთ წრეში ბურთი მაგალითად არა დროს წრეში ბურთი არა სისულელეებს მელაპარაკე ეს წრეში ბურთი ორში არ გამოვა ხო ვინმე რომ დავიმატოთ ილია რანაირად იქცევი რა და რო არ მოხდი იქ და როზი ხარ თურმე აქ სახში შეგვეშინა ვიფიქრე სახში იყო მარტო ალბათ რა სახში გაზი გაიპარა გაიგუდა და გდია ეხა ის საცუდავი იყო აი ეგრე ვიფიქრეთ ხო ვიფიქრეთ რა მანი ფიქრა ხო და ხო ნახეთ რომ ცოცხალი ვარ და კარგად ვარ ხო ხო და წადით ეხლა რას წავწად შენ არ მოდიხარ საკუთარ ქორწილში არა მეშინია ვიცი აბა ერთ წუთი რისიკში მეშინია რა ვიცი მეშინია და პასუხისმგებლობის ქორწილიც რაც მოყვება მე რა შუშია სათქო და რა შუშია ქორწილი და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან არ გამაგიჟე ზა მომიშმინე მე მესმის ახლა ნერვიულობ და გასაგებია მეც ეგრე ნერვიულობ ხოლმე როდესაც ხინკი საჭვალად რა ვიცი ახლა იქნებ დააგვიანო ხინკი ფოტა ან კიდე პატარა კუჭები კონდეს ხო ლაშა მომიშ ისე
შენ ხარგი ხარია გოძინ რომ მართლა ჩაიშალა სამთელას უფრო დარჩევა მართლა შენ სისულელეებს ნუ ბოდიელობ რა ილია მომწია მე მესმის შენ ძალიან რთულია ცხოვრებაში ისეთი ნაბიჯის გადადგმა რასაც ოჯახი შექმნა ვიცი მე ეს ძალიან კარგად ვიცი მაგრამ მომისმინე ილია რა შენ ვის საერთოდ ვის ურჩევ ცოლის მოყვანაზე რამეს ამას ურჩევ ჰა 5 ცოლი ყავს ლაშა უკვე 5 ცოლი მოიყვანე ხო 2-ზე მაინც გაჩერებული ყავი ან 3-ზე ჰა 4-ზე 5 რა ამბავია ლაშა რა ხო და თუ მართალი ვარ ეცუ დამაცადე მომისმინე ხა კაცო ერთი წუთი რა ილია მომისმინე ხა მე მოგჩევ ეს შევს რა კინცი ათეკი კაცი ხარ ბოლო ისი გეშინი ათეკი მოიყვანე ცოლი მოიყვანეს გოგო ცოლა მე მოიყვანე სახში იცხოვრეთ ერთად თუ არ მოგეწონა ათეკი და მიაგდე მე მაგალითად შევამბიძი ათეკი და მიაგდოს მე ელე შენი და მიაგდოს არა ზუსტად ვიცი იქ ფეხები ამი კაკალდება და წავიქცევი რა ხო და ათეკი და წამოწოლმა მოვაწერე შეცხელი რას ბოდიალობ გამაგებინ ერთი რას ბოდიალობ ა მითხარ წამოწოლი მარა იმანა მომისმინე ილია ათეკი ხა ჩაიციკა და წამოდე რა უნდა ცოლის მოყვა არ შემიძლია ნერვიულობ არ ვიცი საერთოდ რა გავაკეთო ნერვიულობ არ შეხედე რა მე რას მიყურებ ლაშა მე რას მიყურებ სიბრძნის დღე გაქვს დღეს თუ რაღაცა ბზნული გამონათქვამის დღე და უთხარი ურჩიე რა მართალი ილია ყოველთვის მეუბნებოდა მამაჩემი მამაშენი კი მეორე ცოლის მოყვანის თუ შეგეშინდება მესამეს ვერასოდეს მოიყვანო რა სისულელია იქ რა მამაჩემი ჭკვიანი კი არ არის სულ ეს სისულელებს მეუბნება მომისმინე ხო მიხვდი იცი რა მე მგონი მე მზად არ ვარ რომ ელენეს ჩემი ცხოვრება მიუწყო მე რო ეს მუშტი მოგიწვამს ხარ მზად არ ვიცი რა გავაკეთო და მცემე მიდი და გეხოწები მართლა ვცემოთ რა ერთი მაგრად რა კარგი რა გაყვირებს ეგ კიდე დაყირება მიდა ლაშა მე ისე თელი ხმი ამძინებია წუხე რატო არ მძინებია დაღლი ვიყავ დავწექი მეძინებოდა ვიფიქრე დავიძინებ მეთქი უსად გამახსენე შე რომ მეთქა ცხრებზე დაითვალეო რა ხო და კი მეძინებოდა მაგრამ ვიფიქრე დავითვლე მეთქი და ბევრად უფრო ადრე დავიძინე ვიდრე დამეძინებდა მეთქი და ვიძინებ ხო დავიწყებ თვლა 30-ზე მოვედი მაგარ მუხამზე მოვედი ხო ხტები ისეთ მუხამზე მოვედი რა აი სოფლოში რაც ხრებია ყველას დათვლა მეთქი ვიტვლი და 241,000 იყო რო გათენდა აბა არ მინდა არ შემიძლია მოდი ახლა ეხლა მომისმე ვიცი რომ ნერვიულობ გავიგე რომ ნერვიულობ მოდი ესაკლად მოდი გავირეპეტიციოთ არ გავირეპეტიციოთ აქ რომ ყველაფერი კარგად იქნება იქ აღარ ნერვიულებ ეხლა წარმოვიდგინოთ პატა არის ელენე წარმოიდგინე რომ ელენე არის პატა და წარმოიდგინე რომ შეხარილია მე ვარ ილია რა წარმოიდგინე ილია კარგი ხო ელენე ხარ თუ არა თანახმა ილიას გაყოცოლად კი შენ ილია ვარ მე თანახმა ვარ ეს არის რა გამოგივიდა მორჩა არა აქ ადვილია და იქ ვიცი რა დამემართება ვინერვიულებ არ შემიძლია უკვე ნერვიულობ ხა დამანებით და რა არ გამოგივა ახლა აქ დაუფიქრებლად თქვი თანხმობა პატას ცოლად მოყვანაზე და იქ რა დაგემართება ერთი გამაგები გაჩერდი აბა დაწნარდი ერთი წუთი ეხლა ადექი შენ და ილია მოიკრიბე ბედაობა გამოვიკრიბო ბედაობა გამბედაობა არ გამომივიდა ხო მე მასწავლე და შენ კარგად გამოგდის ხოლმე და მაჩვენე როგორ ხო მართალი ხარ პატა მართალი ხარ შენ ეხლა უნდა დალიო და ეს გამბედაობას თავისით მოვა მართალია წავდე სასმელს ამოვიდა ხო მიდი გაიგეცმე ხო გავიქცევი ფული მომიცი ამდენი ფული და გადაგერო რა ფული უნდა მოგცე ეკითხა ბაშა კი მაქვს მაგრამ ხო იცი ხო ხტები 200 ლარიანებია ხურდა არ ეკნებათ მე თანტკიცინა ფულებია ცოტა მენანება წავალე ხა ამოვიდა ხო ბოლომდე ილია გაიგე ბოლომდე სოფეთკი არ დამიწყო მე შინია და რაღაც ბოლომდე სოფთი ცოტა სვა ესე იგი მაინც ქორწილი ხო ელენე უკვე 40 წუთია ველოდებით შენ საქმროს ცოტა ხანში მოვლენ მალე მოვლენ მართლა სად არიან რა არის ახლა ეს რა მართლა
მე სულ ეკავს სამივეს გათიშული აქვს. ხო, რა ვიცი, ახლა უკვე ნერვიულობ. ელენე, იცი რა, შენ ხო დილით ამბობდი ისეთი გახარებული ვარ, ვერ წარმომიდგენია რა ვთხოვდებიო. ვერც მე წარმომიდგენია ელენე. თეკლა. არა, იცი რა, ილია იმდენად არასერიოზული ადამიანია ელენე, რომ მე მივხვდი რომ აქ მოსვლა ან დაავიწყდებოდა ან ვერ მოაგნებდა. არა, მაგის თქმა კი არ მინდოდა ელენე. ალბათ საცობებია ქუჩაში და ხო არა ძალიან დიდი საცობი იქნება 500 კილომეტრი. ევრია ხო? 1 კილომეტრი? ერთი გადასარევი. ხო. ალბათ საცობშია ხო, ნუ ხო მოვა, საცობია ალბათ და მოვა ხო. ამის საცობის გამო რო ჩაისარჩალოს, ჩემი ქორწილი მივახჩობ იმ საგზაო დეპარტამენტის უფროს. იცი რა მაინტერესებს, დარწმუნებული ხარ რომ გათხოვება გინდა? თეკლა, შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე ცუდ დროს სვავ ამ კითხვას. რამე სხვაზე ვილაპარაკოთ. გია მარინა სად არის? მე ხო ამ მარინა დილიდან წავიდა სილამაზის სალონში და მთელი დღე იქ არის და მე მგონი შეიძლება აქ არის და მე ვერ ვცნობ. მარინას მე ველაპარაკე, მითხრა რესტორანში მივალო და ნიკას მე მივხედავ არ ნერვიულობ. ხო, ცოდნია რა. ელენე, მე ამდენად რო არა მაქვს. გიჩქარებათ. ვიცი, თუ გეჩქარებათ, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, აი ეს პასტა და ფურცელი დატოვეთ ხელი, რასაც უნდა მოვაწეროთ და წადით. კარგი. 5 წუთი კიდევ დაგელოდებთ, კარგი? კარგი. აი ხა მოვლენა. ელენე, იქნებ კიდევ ერთხელ დავრეკოთ. წამოდი იქით ვიდე ტელეფონი. მოგე გადმოვა. სიძეც მოვიდა. მოვიდა კი არა მოფლინდა. ხო რა. აი თვალები ხარ. აკრაიბა შალახუნცე გვაქვს. აბა. გადაირიდეთ ბიჭო. გაგიჟდება ახლა ელენე რომ დაინახავ რომ ილიამ თვალია. კი არ ვეთქვით მე თვალი. ისმინე ელენე თქვითხა რომ ესო ილიო თვალი ხო არა ჩვენ უნდა უთხრა თვალი არა ნასვამია. ასე ესე გვაგადათვალე. სიტყვა სიტყვით. მოხდით, კარგით რა სათხართ ამდენ ხანს. ილია რა ეს ნასვამია? ნასვამია ეხლა ეს რანაირად არის ნასვამი ეს როგორ არის ნასვამი კაცო რა ქვია ამაზე ეხლა რა უნდა თქვა გათვალშილია ილია რა გჭირს მაგაზე მითხრა ილიამ ესე იგი ელენემ თუ მკითხა რა ჭირსო უთხარი არაფერიო კარგი რა ილია როგორ არ გწხვენია რატო რაგი მაგაზე კიდე გაგვაფრთხილა რომ თუ იკითხა უთხარი ჩემ ბრალი არ არისო ჩვენ დავალებინეთ ხო? რას კი გოგო ჩვენ დავალებინეთ ვერ გავიგე რას კი ვერ არ დავალებინეთ ჩვენ დასალამი მოვიდა თვითონ რატომ გავხსნათ ჩვენ მოვიდა და დასალამი ამა კიდე დალია თვითონ აბა რას მეჭხუბება ეს ყოფილი შეყვარებული იაულაშა შეკიდე მოგკლავ მე რა შეგირ რა მომკლავ რა სიბრძნე უნდა გითხრა ელენეს სიბრძნე უნდა გითხრა სიძემ უნდა დააგვიანოს ხო ხომ გაგიგია ისა ადრე მოსულსა სიძესა ცოლიც ადრე გაიქცა აი ხო მოდი ახლა დავიწყოთ ახლა ეს ამბავი ხალხი გველოდება ეს ქალბატონის გავათვალე და აბა ილია ხო გავაფრთხილდი ცოტა ილია ბიჭო ფები რა ის გულიერება არა ელენე გზაში აერია ორჯერ რა სულასე ერეო და ეს ჩვენ რაღაცა ხო შეუდექი შეუდგეთ საქმე საქმეს კი არა ილია შეუდექი მართლა 100%-იან სამოს დღეს გიეღა რას ქვია ზადვართ გოგოლი ამდენი არახის დალევისთვის იყო მზად ამისთვის არ იქნება მზად ჩემო კარგო არ მინდა ეს რეპლიკები ჩვენ აქ შევიკრიბეთ ეს ცივი წვენი მომიტანე ხურდაშენი
გამოვართვი რა ჩვენი ფული არ არის რა არის ვერ გამოვართვი შესავალი სიტყვის გარეშე დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ რა დავიწყოთ ბატონო ილია თანახ მაგარ ცოლად შეერთოთ ელენე კიდევ ერთხელ გეკითხებით თანახ მაგარ ცოლად შეერთოთ ელენე ელენე მოდი გადავიდეთ რა არა რა უნდა გადავიდეთ ილია მოიხეხვა აი თანახმავარო ხო თანახმავარო არა კაცო რა თანახმავარ გული მერე მოდა დაშტე მინდა